ესპანეთთან ყოველთვის სრულია თამაში, არა მარტო ჩვენთვის, სხვა ნებისმიერი გრანდისთვის. თუმცა ვფიქრობ, რომ წინა თამაშთან შედარებით იყო პოზიტიური მომენტები ამ თამაშში. ასევე პირველ რიგში მინდა რომ მადლობა გადაუხადო გულშემატკივარს, ის გაგვახსევა თამაშის შემდეგ და კიდევ უნდა გქონდეთ ამ გუნდის იმედი, იმიტომ რომ ამ გუნდს ნამდვილად აქვს პოტენციალი, რომ მომავალში უკეთესად წარმოაჩინოს თავი. კი, რა თქმა უნდა, ნაკრებში ყველა თამაში მნიშვნელოვანია. 2-3 დღეში უკვე თამაში გვაქვს და რა თქმა უნდა პოზიტიური განწყობით უნდა წავიდეთ უდარებში, რომ ბოლო თამაში გამარჯვებით დავასრულოთ და ხასიათი გამოვუკეთოთ უკვე შემდეგი წლისთვის. დავამატებ კიდევ იმას, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ და თუნდაც იმ პლეი-ოფის თამაშებში თამაშებიც იყო, იმის შემდეგ გუნდი ძალიან შეცვლილია, იმიტომ რომ ბევრი ახალი ფეხბურთელი შემოვიდა და ამას რა თქმა უნდა დრო ჭირდება, რომ ნაკრებმა ახალმა მოთამაშეებმა და ძველმა მოთამაშეებმა ერთმანეთში სინთეზი იპოვონ და შეთამაშება და რა თქმა უნდა ეხლა შენების პროცესში ვართ და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს გუნდი კიდევ ერთხელ გაახარებს ქართულ გულშემატკივრს.